ანალიტიკოსების ნაწილი მაშინვე ამბობდა, რომ აი ფასის ანიშნულზე აღმასვლა იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ეს ინდუსტრია დარჩება დიდი ხნით. რაც ვიხილეთ შემდგომ წელს და იმის შემდგომ წელს 66000-ის ნიშნულზე კარგი ხანი ვერ ავიდა მაშინ ბიტკოინი. ასევე იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ასე ვთქვათ, სპეკულაციურს უწოდებდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში რომ არა ეგრეთ წოდებულ FOMO-ში, ანუ შიში იმისა, რომ რაღაცა არ გამოტოვო, რაღაც ფინანსური შესაძლებლობა არ გამოტოვა, ამ შიშს ავდა შეპრობილი ეს ხალხი და შესაბამისად ამის გამო მოხდა სწრაფი აღმასვლა, თუმცა თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც მაის-აპრილში ილონ მასკმა თქვა, რომ ბიტკოინის მაინინგი არ არის ენერგოეფექტური, შემდგომ ზაფხულში გადათქვა ეს ყველაფერი. ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პლატფორმებმა მაგ პერიოდში დაიწყეს ბიტკოინის შესყიდვა, ოქტომბერში უკვე ასევე სხვადასხვა futures კონტრაქტების ჩაშვება მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა რეგულაციის კუთხით, რა თქმა უნდა, 2021-ში მაშინაც არანაირი სიცხადე არ არსებობდა, სწორედ აი ამ არანაირი სიცხადის არ არსებობა შემდგომში საპროცენტო განაკვეთის ზრდა და შემდგომში უკვე 2022 წელს FTX-ის ამბავი საბოლოო ჯამში მიიყვანს ამ ინდუსტრიის ფასს იქამდე, რა ფასებიც ვიხილეთ მაშინ